კრიპტოინდუსტრიის ამბებზე გადავინახოთ ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ სტრატეჯიამ დამატებით რაოდენობით ბიტკოინის შესაძენად ინვესტორების მხრიდან 53 მილიონი დოლარის ვალი აიღო და კრიპტოაქტივში ინვესტიცია გაზარდა. ამჟამად სტრატეჯი ბიტკოინის მსოფლიოში უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია, საერთო ჯამში კომპანია 650,000-მდე ბიტკოინს ფლობს. პორტფელის საერთო შეფასება 72 მილიარდს აღწევს. როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, სტრატეჯის ბიტკოინზე თითქმის 200%-იანი საინვესტიციო ამონაგები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ეს ამერიკული კომპანია ბიტკოინის გლობალური მიწოდების 2.5%-ს ფლობს, ანუ ის კრიპტოაქტივის ყველაზე მსხვილი მფლობელია. კრიპტოინდუსტრიასთან მიმართებით კიდევ ერთი საინტერესო სიახლე გვაქვს, ეს უკავშირდება სტეიბლკოინებზე მოთხოვნის ზრდას. როგორც Artemis Research-ი აქვეყნებს საინტერესო კვლევას, წლიურად მოხმარება, როგორც ჩანს, არის გაზრდილი დაახლოებით 70%-ით. ყველანაირ მოლოდინს ეს ნამდვილად აჭარბებს და თავად ეს მოვლენა უკავშირდება ამერიკაში ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს დამტკიცებას და რეგულაციების შეცვლას. ვიცით, რომ ამერიკაში უკვე სტეიბლკოინების მოხმარება არის ლეგალიზებული, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოც არსებობს, ამიტომაც სტეიბლკოინებზე სულ უფრო მეტად იმატებს, ასე ვთქვათ, ინტერესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკა არ არის აქ მხოლოდ ერთი სახელმწიფო, სხვა ქვეყნებიც ამ ტენდენციას მიყვებიან, თანაც ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კომპანიებმაც კი გამოუშვა სტეიბლკოინი, ეს კი აღიარებისა და ასე ვთქვათ, მხარდაჭერის კიდევ საერთოდ სხვა ეტაპია. ძირითადად სტეიბლკოინების ბაზარზე მაინც ორ მსხვილ მოთამაშეს ხედავთ, ეს არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ტეზერი, თავისი USDT-ით და ასევე არის Circle-ის მიერ გამოშვებული USDC, თუმცა ამას გარდა კიდევ ძალიან ბევრი მოთამაშეა, ზოგი ევროზეა მიმბული, ზოგი საერთოდაც სხვა ვალუტაზე, ამ მიმართულებით არ აქვს არანაირი შეზღუდვები. სტეიბლკოინების თემა რომ გავაგრძელოთ, იაპონიაში ეროვნულ ვალუტაზე იენზე მიმბული სტეიბლკოინი JPY-ს გამოუშვეს, რომელიც უმსხვილესი იაპონური მეგაბანკების ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. ცენტრალური ბანკის განცხადებით, სტეიბლკოინის გამოშვება ქვეყანაში ციფრული ფინანსების განვითარებას და ტრანზაქციების გამარტივებას შეუწყობს ხელს. სტეიბლკოინი 100% დაზღვეულია ეროვნული ვალუტის რეზერვით და სრული შემთხვევაში მფლობელს ნებისმიერ დროს შეუძლია მისი ნაღდფულში გადაცვლა. ჯამურად მომდევნო 3 წლის განმავლობაში 66 მილიარდის მოცულობის სტეიბლკოინის გამოშვება დაგეგმილი და ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც საბანკო სექტორში, ასევე PORP გადახდებისას.